ჩართე გათფობა რა. ვაიმე გავიგუდე ახლა გათიშე. ვაიმე გავიყინე ეს გაგრძელება აღარ შეიძლება. დროა გავაკეთოთ თერმოსტატი. მოკლედ ძალიან დავიღალე რა. დღეში რამდენჯერმე მიწევს ტემპერატურის აწევა, ჩამოწევა. დღის სხვადასხვა მონაკვეთში ალბათ გარემო ტემპერატურიდან გამომდინარე ხდება ესე, იმიტომ რომ დილის საათებში ცივა ხოლმე და მიწევს ტემპერატურის აწევა, ხოლო საღამოს საათებში პირიქით ჩამოწევა და უკვე გადავიღალე საჭიროა თერმოსტატი. ვინც არ იცით რას აკეთებს თერმოსტატი, გეტყვით რომ ეს არის ერთგვარი მოწყობილობა, რომელზეც აყენებ სასურველ ტემპერატურას. მაგალითად, გინდათ რომ ოთახში იყოს 23 გრადუსი, ის შეადარებს ოთახის ტემპერატურას ამ ნაგულისხმობ ტემპერატურას, სასურველ ტემპერატურას, თუ ნაკლები იქნება ოთახის ტემპერატურა, მაშინ ჩართავს გათბობის კვებს, ხოლო თუ მეტი იქნება, პირიქით გათიშავს გათბობის კვებს. ეს არის უფრო ეკონომიური ვარიანტიც, ვიდრე სულ ჩართული როცა გვაქვს ხოლმე გათბობის კვები. ყველა გათბობის კვებს აქვს მოკლედ სპეციალურად დატოვებული თითქმის ყველას, უმრავლეს შემთხვევაში სპეციალურად დატოვებული რაღაც პინები, ან წრედი, რომელზეც უნდა დაავართოთ თერმოსტატი. რატომ გადავწყვიტე და რატო არ შევიძინე პირდაპირ თერმოსტატი? იმიტომ რომ კი, ბევრი არჩევანია თერმოსტატების, მაგრამ ძალიან რთული ასარჩევია და ძალიან კომპლექსური, იმიტომ რომ თითქმის ყველა წესიერ თერმოსტატს მოყვება თავისი ჰაბი, ანუ ცალკე ჰაბიც უნდა იყიდო, მე რაღაც ინტეგრაციები, მოკლედ ძალიან კომპლექსურია და ძალიან გიძვირებს საბოლოო ჯამში პროდუქტს. ხოლო არსებობს კიდე რაღაც ესეთი მარტივი თერმოსტატები, რომელზეც Wi-Fi-ზე ჩართავ და მეტი არაფერი არ ჭირდება, ჩინური ვარიანტი არის, ტემპიდან გამოწერე. აი ესეთი. მაგრამ აი ხარისხი აქვს საშინელება, თითქმის ვერაზობს ვერ ზომავს უს ტემპერატურას, ერთი და იგივე ტემპერატურას აჩვენებს ნებისმიერ დროს. მოკლედ, ხარისხი აქვს ძალიან ცუდი, არ ვარგავ, ვერ გამოიყენებთ. ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემექნა თერმოსტატი. მინდა რაღაც ჩემ სტილში გავაკეთო, რაღაც ისეთი აქსესუარის ვარიანტი უნდა იყოს, რომელიც ჩემს ოთახის ინტერიერს მოხვდება და მოდი მოკლედ ერთად ნახოთ რა გამოგვივა. მოკლედ, რო გითხრათ ახლა როგორ იქნება მთლიანი არქიტექტურა. იქნება სამი ნაწილისგან შემდგარი, ერთი იქნება სერვერი, მაგალითად ეს იყოს სერვერი. ყველა ინფორმაცია გაივლის სერვერის გავლით. ანუ ტემპერატურის სენსორი იქნება, თუ თერმოსტატი იქნება, თუ რელე იქნება, ყველაფერს გაუგზავნის ამას ინფორმაციას. ეს დაამუშავებს ამ მონაცემებს და გადაწყვეტს სერვერი მოკლედ ჩართოს თუ არა გათბობის კვაბი. ესე რომ წარმოვიდგინოთ, ეს რო იყოს თერმოსტატი, ეს გადაცემს ინფორმაციას სერვერს, ანუ ინფორმაციაში იგულისხმება ტემპერატურა, ნაგულისხმები ტემპერატურა, ანუ სასურველი ტემპერატურა და ასევე ტენიანობა. შეინახავს მონაცემებს დაამუშავებს რაღაც საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის და ეს შემდეგ გაუგზავნის ინფორმაციას მოდი მეორე, ეს იყოს რელე. რელე არის უშუალოდ მოწყობილობა, რომელიც დაყენდება ქვაბზე, სპეციალურ დატოვებულ პინებზე. ეს წაიკითხავს ინფორმაციას სერვერიდან, ანუ სერვერს მოთხოვს, რომ რა გავაკეთო, ჩავრთო თუ გამორთო. სერვერი ეტყვის ან ჩაირთე ან გამოირთე. თუ ეტყვის რომ ჩაირთე, ეს შეკრავს წრედს და ჩართავს მოკლედ ქვაბს, გათბობის ქვაბს. ამის მოვალეობა, ამ რელეს მოვალეობა იქნება უბრალოდ სერვერიდან ინფორმაცია წაიკითხოს და იმის მეშვეობით გადაწყვიტოს ჩართოს თუ უბრალოდ თვითონ არ გადაწყვიტავს, ეს ეტყვის, სერვერი ეტყვის, ან ჩაირთე, ან გამოირთე. ეს არის და ეს. ასევე შესაძლებელი იქნება დამატებით კიდე რავი სხვადასხვა ტემპერატურის სენსორი, უბრალოდ ტემპერატურის ეს რო ავიღოთ, ტემპერატურის სენსორი იყოს, ამის რამოდენიმე ვარიანტის გაკეთება შეიძლება, მაგალითად სხვადასხვა ოთახში შეგვიძლია დავდოთ ესეთ სენსორები, ეს ყველა სენსორი გააგზავნის მოკლედ ინფორმაციას სერვერთან, სერვერი შემდეგ გამოთვლის ყველა ოთახის, ალბათ საშუალო არითმეტიკულს და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას ჩართოს თუ არა გათბობის კვაბი. მოკლედ პირველ რიგში გავხსენი ფიგმა და დავიწყე დიზაინის დახატვა. პირველ რიგში დავიწყე აპლიკაციის დიზაინით, აი ესეთი სტილში გადავწყვიტე აპლიკაციის დიზაინი. მოკლედ რა ხდება აქ? შეგვიძლია უბრალოდ ნაძალადებად, ანუ რაღაც force shutdown-ი გავუკეთოთ, ანუ გამოვთოთ თერმოსტატი და უბრალოდ ქვაბი გამოვთოთ. ისევ ამის დაჭერით ჩაირთება. აქზე აჩვენებს გარე ტემპერატურას, ქარის სიჩქარეს, ტენიანობას, ეს არის უშუალოდ ოთახის აქტიური ტემპერატურა, ეს იქნება ნაგულისხმები, ანუ სასურველი ტემპერატურა.
ეს არის ოთახის აქ გამოჩნდება მოკლედ ოთახის ტენიანობა, წვა, ხარჯები და ასე შემდეგ. ხოლო აქ რამდენი ტემპერატურის სენსორიც გვექნება, იმდენი ოთახის მიხედვით აქ გამოჩნდება ცალ-ცალკე აითემებად. ეს დოლურა არის, ასე რომ ვთქვათ, ამას დავატრიალებთ, ესეთ ვარიანტში, ესე და რაც მოახდენს ტემპერატურის სასურველი ტემპერატურის დაყენებას. მოკლედ აქედან ამის დატრიალებით ხდება ტემპერატურის დაყენება. გარდა ამისა, გავაკეთე ასევე ეს თვითონ თერმოსტატის დიზაინი, მონიტორის დიზაინი. რავი, ესეთ სტილში გადავწყვიტე, ვფიქრობ, რომ ჩემ ოთახს ესეთი სტილი მოუხდებოდა. რაც საიბერპანკულ სტილში არის, აქ გამოჩნდება ოთახის ტემპერატურა, ხოლო ქვემოთ აქ სადღაც გამოვაჩენ სასურველ ტემპერატურას. ესენი არის ხარჯები, ეს გარე ტემპერატურას გამოვაჩენ აქ გამოვაჩენ ქარის სიჩქარეს, ტენიანობას და ასე შემდეგ. ну რაღაც ესეთი დიზაინში გადავწყვიტე. კარგი, ვაპირებთ ესეთი სპილენძის ჯოხებით, ასე უკრამფლიანი კონსტრუქცია. ზოგი სპილენძია, ზოგი არ ვიცი ქართულად რა ქვია, ინგლისურად Cooper და Brass, ორივე არეული არის, რომელიმეს გამოვიყენებ. ასევე გადმოვალაგე ჩემი კომპონენტების ნაკრები, ესენი არიან ჩემი შვილები. უნდა ავარჩიო კარგი ESP32 თავისი დისკი. შევარჩიე ესეთი ESP32 ბორდი თავისი დისპლეით, რომელსაც აქვს ელემენტის დატენვის ფუნქციაც. ვისაც გაინტერესებთ, ეს არის Liligos ბრენდის S3 მოდელის ESP32. რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა ზომების აღება, რადგან შემდეგ ზუსტად გადავჭრათ სპილენძის მავთულები. ესეთი მეთოდი შევიმუშავე, ანუ მარკერით ვნიშნავდი იმ ადგილებს, სადაც უნდა გადამეჭრა ზომების მიხედვით, ან გადამეღუნა სპილენძის მავთული. თუმცა ეს არ იყო მარტივი, იმიტომ რომ 1 მმ-ის ზომილებაც კი მაძლევდა დიდ არაპროპორციულ კონსტრუქციას საბოლოოდ და შეიძლება მახინჯიც კი გამოსულიყო კონსტრუქცია, ამიტომ რამოდენიმეჯერაც მომიწია სხვადასხვა კომპონენტების გაკეთება. სხვა უკეთესი მეთოდი, არ ვიცი, ვერ მოვიფიქრე, ეხლაც არ მომდის თავში არაფერი, ну რაც იყო ეს გამოვიდა. აქ მოვიფიქრე, რომ კონსტრუქცია და მონიტორი დამემაგრებინა ეგრეთ წოდებული გიჟების წეპოთი. ამიტომ ჯერ ფირფიტებს წეპოთი ვაწებებდი, შემდეგ უკვე კონსტრუქციას ვარჩილავდი ამ ფირფიტაზე. ჩემი ხედვით კონსტრუქციის დიზაინს უნდა ჰქონოდა მკვირალა მეტალის ნაწილები, ანუ პირველ ფონზე უნდა ყოფილიყო რაღაც ბლაგვი მეტალის დიზაინი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ელემენტიც გამეფურცქნა, რადგან არ ყოფილიყო დიზაინი და ნამოვარდნილი და დავტოვე მხოლოდ ელემენტის მეტალი. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს პატარა ელემენტი, თუმცა შემდეგ გავანალიზე და დავფიქრე, რომ ძალიან ცოტა ხანი გაუკაჩავდა ეს ელემენტი ჩვენ მოწყობილობას, ამიტომ შემდეგ ვერსიაში ელემენტი გავზარდე.
აქ უკვე ნელ-ნელა შემეპარა ეჭვი იმაში, რომ ეს არ იყო სწორი კონსტრუქცია, რადგან ვეღარ დავატებდი ყველა საჭირო კომპონენტებს. ამავდროულად კონსტრუქციის დარჩილვა არ იყო მთლად სანაკებოდ გაკეთებული, არ იყო საიმედოდ, ხო და გადავწყვიტე თავიდან მეცადა. მეორე ვერსიაშიც იგივე შეცდომა დავუშვი, თავიდან ვცდილობდი რომ საკულდაკულოდ დამერჩილა, მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ სარჩილავით უკვე ვეღარაფერს ვეღარ გავაწყობდი, ამიტომ უნდა მომაფიქრებინა სხვა რაიმე. დიდი ხანი აღარ გავწელე, მივხვდი რომ მეორეც დაწკრახით დასრულდა, მთავარი პრობლემა იყო დარჩილვა, არ ედუღებოდა კარგად მყარად სპილენძ კალა. ამიტომ ხელში მატყდებოდა კონსტრუქცია. მოკლედ მოსაფიქრებელი იყო სხვა რაიმე და ბოლოს გამოჩნდა ისევ სინათლე გვირაბის ბოლოს. გადავწყვიტე უკვე UV რეზინით ამეწყო კონსტრუქცია და UV ნათურით შემდეგ გამემყარებინა ეს რეზინა. პირველივე შეწებებისას მივხვდი, რომ ეს გაცილებით უკეთესი ვარიანტი იყო სარჩილავთან შედარებით, რადგან უფრო მყარი იყო გადაბმები, არ ეთყობოდა, არ ტოვებდა კვალს, როგორც სარჩილავი, ტოვებდა ოღონდ გამჭვირვალე კვალს ტოვებდა, ამიტომ უფრო ლამაზი გამოვიდოდა, ასევე გაშრობას, გამყარებას დაახლოებით 10 წამი ჭირდებოდა, დროც არ მიქონდა. მოკლედ, ეს გაცილებით კარგი ვარიანტი იყო, ამიტომ გავაგზავნე ესე მუშაობა. მოკლედ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, გამოვიყენე ახალი ელემენტი, უფრო მოზრდილი, რა თქმა უნდა შევცვალე კონსტრუქციაც. ერთი სიტყვით, აღარ შეგაწყენთ თავს, უყურებთ კადრებს და ისე ამოვნით. ესეც ასე, მოკლედ, თერმოსტატის აწყობას აქ უკვე მოვჭით, თუმცა ერთი პრობლემა აქვს, როგორც ხედავთ, USB პორტი ქვემოთ არის მოთავსებული, ამიტომ საჭიროა ესეთი გადამყვანის დაყენება, რომელიც მოვიძიე და ძალიან ლამაზად ჩაჯდა. ეხლა უფრო მარტივი იქნება USB-ს შეერთება, ვიდრე ქვემოდან იქნებოდა. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ მის დაპროგრამებას, კოდის წერით, რა თქმა უნდა, თავს აღარ შეგაწყენთ. მანამდე გავამზადებ ყველაფერს და შემდეგ უბრალოდ დავფლეშავ
და დაგვრჩება მხოლოდ ერთი დეტალი, ეს არის რელე, რომელიც ძალიან მარტივი რაღაც არის, უცებ ავაწყობ და დავაყენოთ ქვაბზე. და რა თქმა უნდა, რელესაც ჭირდება თავისი კვება. მე გამოვიყენებ 5 ვოლტიან 2 ამპერიან დამტენ ბლოკს, რომელსაც უბრალოდ პირდაპირ მივაერთებ ბორდის პინებზე. მე მგონი არაფერი არ დაუშავდება. მოკლედ, აი ეს პინებზე ვამბობდი. ესენი არის თერმოსტატისთვის დატოვებული პინები. 99% შემთხვევაში ქვაბებს აქვს ესეთი პინი დატოვებული, ძალიან იშვიათ შემთხვევაში არ აქვს. მაგრამ უმრავლესობას აქვს მხოლოდ ერთი პინი. ჩემ შემთხვევაში არის ორი პინი. ანუ ალბათ იმიტომ რომ ცალ-ცალკე აქვს, ერთი არის ცხელი წყლისთვის, მეორე არის ალბათ გათბობისთვის. ეხლა გავარკვევ რომელი არის, უბრალოდ ჩავრთავ ქვაბს, ჩავხსნი წრეზე და თუ გაითიშა გათბობა, ესე იგი ეს ყოფილა გათბობის. ხოლო ამაზე შემდეგ დავაყენებ რელეს. ისევ შევაწებებ. კარგი. და ეხლა კვების ბლოკს შევაერთებ უბრალოდ როზეტში. შემეძლო პირდაპირ აქვე შემეერთებინა 220 ვოლტზე, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, რომ რაიმე არ დამეზიანებია, მე შემიძლია აი ესე ლამაზად ცალკე შევაერთოთ რელე. კარგი, პირველ რიგში გავარჩიე მისი სქემა, ნახე დარეზერვებული პინები და თავისუფალი პინები, რომ შემდეგ სწორად შემეერთებია დამატებითი კომპონენტები. ამის შემდეგ უკვე უბრალოდ დავფლეშეთ, გადავიტანეთ კოდი პროცესორზე. იმისთვის რომ ამოწყობილობას ემუშავა არა მხოლოდ ლოკალიდან, არამედ გლობალურად, ამიტომ საჭირო იყო პირველ რიგში შემეძინა დომეინი. მქონდა ესეთი დომეინი http://g, რომელსაც ვადა ქონდა გასული, უბრალოდ გავანახლე, შემდეგ უკვე ავწიე სერვერი DigitalOcean-ზე, ჩემ შემთხვევაში, და მოკლედ გავმართე სერვერი. თერმოსტატის კოდს, სერვერის კოდს და ასევე რელეს კოდს აუცილებლად მიუთითებ ვიდეოს აღწერაში. თუ სურვილი გექნებათ, გამოიყენეთ. მოკლედ, ესეთი გამოვიდა ჩვენი თერმოსტატი. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი ვიწვალე, ძირითადად ვიწვალე კონსტრუქციის აწყობაზე, იმიტომ რომ თავიდან დავიწყე, მინდოდა სარჩილავით ამეწყო. მაგრამ როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, სპილენძის და ყოველ შემთხვევაში ამ სპილენძის, რასაც ვიყენებ და კალა ერთმანეთთან არ მეგობრობენ, ანუ ვერ ვადუღებდი, არ ეწებებოდა, კარგად არ დუღდებოდა ერთმანეთში. შემდეგ ამის მოსაგვარებლად გამოვწერე, ვიყიდე ესეთი შავა ფლუქსი. ასე თუ ისე ოდნავ უშველა, მაგრამ მაინც მარტივად წვრებოდა, მყარი კონსტრუქცია არ იკრებოდა. შემდეგ ბევრი ვიფიქრე, არ მომეწონა, დავშალე, ისევ თავიდან დავიწყე. მეორეჯერაც რომ დავიწყე თავიდან და ავაკეთებდი, დრო ხვდებოდი, რომ ძალიან სიმახინჯე გამოდიოდა და ამიტომ ბოლოს ასე მოვყარე ერთმანეთს ხელი დავკუჭე, აი აქ არის ყველაფერი, რაც გადავყარე. ეს კონსტრუქციები და გადავწყვიტე და მოვიფიქრე შემდეგ აი ესეთი UA რეზინით ამეწყო კონსტრუქცია, რასაც ვიდეოში ხედავთ. შედარებით სუფთა არის, კალასთან შედარებით, სარჩილავთან შედარებით.
ასე თუ ისე თლად მყარი არც ეს არ არის, ნუ რაღაც ძალიან თუ დააჭერხელ შეიძლება გაიღუნოს, რა თქმა უნდა, სპილენძია და გაიღუნოს, ანუ შეიძლება გატყდეს კიდევაც. მაგრამ ნუ ჩემთვის მაინც დამაკმაყოფილებელია, თლად სუფთა ნამუშევარი არ არის, რაღაც ექსცესები არის, ცოტა უხეში ფორმები აქვს. პირველივე ჯერისთვის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია. ნუ საბოლოოდ ესეთი კონსტრუქცია იმიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაც უფრო სტიმპანკურ, უბრალოდ რაღაც საიბერპანკურ სტილში მინდოდა გამეკეთებინა, თან ჩემი ოთახის ინტერიერს მოუხდებოდა ესეთი სტილი. შეიძლება ალბათ რაღაც პლასმასის ან რაღაც ლამაზი ბოქსში მომეთავსებინა, ყუთში მომეთავსებინა და უფრო დახვეწილი ფორმები მეცა, მაგრამ თავიდანვე ესეთი წარმოდგენა მქონდა, ესეთი ქონდა ჩაფიქრებული, ესეთი მინდოდა და ამიტომ საბოლოოდ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. რა თქმა უნდა, პრობლემების გარეშე არ ჩაულია, ანუ ყველაფერი კარგად არ აღმოჩნდა, რადგან აი ეს ზემოდგორგოლაჭის ატრიალებელი რაც არის, არ მუშაობს. ნუ ბევრი ხანი ვარკვევდი, რის ბრალი იყო და აღმოაჩინა, რომ თვითონ პოტენციომეტრს აქვს პინები მე მგონი შეცვლილი, იმიტომ რომ ძირითადად ზოგადად ეგრე არის ხოლმე, რომ პოტენციომეტრს აქვს 3 პინი, ნუ პლუსი, მინუსი, 3 ვოლტი გრაუნდი და ვაიპს, ნუ დატა პორტი, ანუ რაც მოკლედ საიდანაც კითხულობ ინფორმაციას. ეს პინები ალბათ ამას აქვს შეცვლილი. როგორც შევერთე, ისე არ აღმოჩნდა, ნუ ყოველ შემთხვევაში არ მუშაობს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ მაგის ბრალია. ეხლა ამის კონსტრუქციის დაშლა და თავიდან გადაწყობა ძალიან მეზარება. ამ დღეებში აუცილებლად გავასწორებ მაგას. და ესეც იმუშავებს. ნუ ამის დანიშნულება იყო, რომ თვითონ ამ პოტენციომეტრის რომ მონიტორის სიკაშკაშე აეწია და ჩაეწია და თუ ბოლომდე ჩაუწევდი, საერთოდ გათიშულიყო, ან ჰიბერნეიტზე გადასულიყო ბორდი, პროცესორი. ხო, ეხლა არ ითიშება. არის სულ ესე. იყოს რამოდენიმე დღე ესე, ახლა მაგის ნერვები და დრო აღარა მაქვს და შემდეგ როცა მოვიცლი და აუცილებლად მოვიცლი ამისთვის, აუცილებლად გავასწორებ. კიდე რა შეიძლება ითქვას ამ მოწყობილობაზე? ხო, შესაძლებელია განვითარება, რა თქმა უნდა, ამ პროექტის, ამ მოწყობილობის, თუმცა შეჯერებით არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ ეს ჩაფიქრებული მქონდა როგორც ჩემი ერთ-ერთი დამატებითი აქსესუარი, ოთახის აქსესუარი, რომელიც რა თქმა უნდა მუშაობდეს გამართულად. სხვა არანაირი ინტერესი არ მქონია. ძალიან ყველაფერი ძალიან მარტივად მაქვს, აი თუნდაც კოდის დონეზე ძალიან წრფი ვარ, არანაირი over engineering-ი, უბრალოდ მარტივი კოდი არის. ისეთი მარტივია, რომ თუნდაც Wi-Fi-ის პაროლი პირდაპირ კოდში, უბრალოდ config ფაილში მაქვს გატანილი და კოდითვე ხდება Wi-Fi-ის პაროლის, სახლის Wi-Fi-ის პაროლის მიღება ამ device-ისთვის. ნუ კი, რა თქმა უნდა, ეგ არასწორია, მაგრამ ჩემთვის ამაქვს გაკეთებული, ამას სხვას არ ვაძლევ, არ ვთხოვნი არავის და ასე თუ ისე ოკეი არის. ნუ კარგი სცენარი იქნებოდა ის, რომ მაგრამ შემეზარა. კარგი სცენარი იქნებოდა ის, რომ თვითონ თავის Wi-Fi-ზე დაკავშირებულიყავი ტელეფონით, როცა დაუკავშირდებოდი Wi-Fi-ს, რაღაც ინტერფეისი გახსნილი იყო, სადაც შევიყვანდი უკვე ხელით სახლის Wi-Fi-ის პარამეტრებს, შემდეგ ეს მოწყობილობა ავტომატურად დაიმახსოვრებდა ამ Wi-Fi-ის პარამეტრებს და ყოველ ჯერზე ავტომატურად დაუკავშირდებოდა. კი, ეგ ალბათ არის ყველაზე პირველი განვითარების პირველი სტეპი, რაც ამ მოწყობილობამ უნდა გქონდეს ამ მოწყობილობას. შემდეგ ალბათ შეიძლება რაღაც ინტერფეისების რამოდენიმე ვარიანტის არჩევა, თუნდაც ავტომატური განახლებების გაკეთება, რომ თუ რაღაც ბაგი არის ან რაღაც ახალი ფუნქციონალი დაემატება, ავტომატურად გადმოიწეროს და დააპდეიტდეს სისტემა. კი, შესაძლებელია. ნუ კიდე უფრო თუ განვითარებ, შეიძლება უკვე დავაყენო ინფრაწითელი მიმღები და გამცემი, ამის მეშვეობით შევძლებ პულტების დაკლონვას, ანუ პულტის კოდების და ტელევიზორის ან კონდიციონერის პულტის კოდების დაკლონვას და საბოლოო ჯამში შეიძლება კონდეს კიდევ ისეთი ფუნქციონალი, რომ მაგალითად თუ სახლიდან მოდიხარ, სამსახურიდან მოდიხარ სახლში და სიცხეა, შეგიძლია ტელეფონიდან დააყენო რაღაც 20 გრადუსზე ტემპერატურა და ეს ავტომატურად გააკეთებს იმ ყველაფერს, რასაც შენ პულტით გააკეთებდი კონდიციონერზე. ანუ იმ კოდებს, რაც პულტი აგზავნის, მაგალითად ჩართვა, შემდეგ რაღაც 17 გრადუსზე დაყენება, თუ 20 გრადუსზე იქნებოდა, აი ეს მოწყობილობა ავტომატურად გააკეთებდა მაგ ყველაფერს. ნუ ეგ ალბათ კარგი განვითარება იქნებოდა ამ პროექტის. ნუ
კომერციულად ახლა არ უყურებ ამ პროექტს, თუმცა ბავშვობიდან მქონდა ისე სურვილი, რომ რაღაც მოწყობილობები გამომეგონებინა და მეწარმოებინა. ნუ ეს არანაირი გამოგონება ესეთ რაღაც არსებობს, უბრალოდ მე მინდოდა რომ საკუთარი მქონოდა ეგ არის და ეგ. არ ვიცი, ალბათ შეიძლება კი კომერციალიზაცია, ოღონდ რა თქმა უნდა ამ ფორმით არ იქნება, თუ გადავწყვიტე და ვიფიქრე მაგაზე. ძალიან დახვეწილ ვარიანტს გავაკეთებ. ოღონდ არ იქნება ეს რა თქმა უნდა რაღაც მასობრივი წარმოება, ეს იქნება ალბათ უფრო შეკვეთებით. ნუ შეიძლება სხვადასხვა ასევე smart home-ის კომპონენტების რაღაც დაპაკეტება, ასე რომ ვთქვათ და შემდეგ მათი კომერციალიზაცია. ნუ ჯერჯერობით არ ვფიქრობ ამ ყველაფერზე, თუმცა სურვილი მაქვს, იმიტომ რომ როგორც გითხარით ბავშვობიდან მქონდა ესეთ რაღაც სურვილი. თუ გადავწყვეტ, ჩემ ვიდეოებში აუცილებლად ნახავთ ამ ყველაფერს და წინასწარ გეცოდინებათ ყველაფერი. მოკლედ, ეს არის და ეს. დიდი მადლობა, რომ უყურეთ ვიდეოს. არ დაგავწყეთ ვიდეოს და ლაიქება. აბა, კარგად.